მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. მოწოდებების სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობასთან დაკავშირებით მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ. ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა ხელისუფლების მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მოწოდებები, რასაც სახელმწიფო გადატრიალებასთან და დამხობასთან დაკავშირებით ვისმენთ, ასევე სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას კონკრეტულ ფაქტებად გავრცელებას, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ და საზოგადოებაში გააჩინონ შეკითხვები. ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია და დარწმუნებული ვარ ქართული ხალხის თანადგომით ყველა მუნიციპალიტეტში შევძლებთ გამარჯვებას, აღნიშნა კახა კალაძემ. პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა. ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ხელისუფლებას თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას აკისრებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ 60 დღის განმავლობაში ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება. ფავლენიშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ ხაზგასმული მთავარი არგუმენტი ვიდეო ჩანაწერი, სადაც მისი თქმით, თითქოს რიჟვაძე იარაღს იღებს და გადაადგილდება საერთოდ არ არსებობს. ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებზე მტკიცებულებები სწრაფად უნდა ხდებოდეს საჯარო და ხელისუფლების მხრიდან. ამ პროცესის გაჭიანურება მიუთითებს რეჟიმის პრობლემურობაზე, სადაც ივანიშვილის ახლო გარემოცვის ერთ-ერთი წევრი საქმეს არიძიებენ. წარმოიდგინეთ, როგორი დაუცველია საქართველოს თითოეული მოქალაქე. ამიტომაც აუცილებელია ამ რეჟიმის დემონტაჟი და 4 ოქტომბერს ყველას მოგიწოდებთ, რომ ერთად დავასრულოთ ეს რეჟიმი და გამოვიძიოთ ეს მნიშვნელოვანი და მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმე, განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მინდა გითხრათ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ არჩევითად და მიზნობრივად მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ 15 სექტემბერს ყველა საჯარო სკოლაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2086 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც მან მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სკოლებში რეაბილიტაციის მიმართულებით გარკვეული შეფერხებები არაკეთილსინდისიერი შემსრულებლების ბრალია, რომელთაც პასუხი კანონის მიხედვით მოითხოვებათ. ამასთან მისივე განმარტებით შესაძლებელია იყოს 1-2 მონაკლისის სკოლა, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურული კომპონენტები ბოლოსკენ მიდის და რაც შეიძლება რამდენიმე დღიანი დაგვიანების მიზეზი იყოს. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ახალი სასწავლო წლისთვის. კიდევ ერთი კვირა გვაქვს და ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. მთელი სამინისტრო შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, რომ 24 საათიან რეჟიმში ეს მოთხოვნილებები უზრუნველყონ, განაცხადა მიქანაძემ. 10 სექტემბერს ჩანიშნულ ჰელსინკის კომისიის ხდომასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი მოწმის სახით საქართველოდან სალომე ზურაბიშვილია მიწვეული, ხელისუფლება არაფერს ელოდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველო მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრჯერ გააჟღერა თავისი პოზიცია და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობა. კატეგორიულად მიუღებელია წინა ადმინისტრაციის პირობებში არსებული დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. ბევრი მუქარა მოვისმინეთ, რომელიც გაჯერებული იყო ცილის მწამებლური ინფორმაციით. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ყავს ახალი პრეზიდენტი. ახალი ადმინისტრაცია და საქართველოს ხელისუფლება მზად არის ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ხოლო მათი მხრიდან რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, აღნიშნა კახა კალაძემ პრეს-რელიზს თბილისის მერია ავრცელებს.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაულის სტატისტიკის შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობეხიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, კალაძე მიიჩნევს, რომ დანაშაულთან ბრძოლისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე ბოლო თვეების განმავლობაში შესანიშნავი შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს. აღნიშნა თბილისის მერმა. მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია, აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველების შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისას ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომები გაატარეს. ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ კანადის მთავარ პროკურორ ჯორჯ დოლჰაისთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 29 წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა კუმსიაშვილი ესწრებოდნენ. გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 29 კონფერენციის სამუშაო სესიას ესწრება. აინტერესებთ ჩვენი როლი რა იყო? საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდით თუ არა? ვაორგანიზებდით თუ არა? რამეს ვყიდულობდით თუ არა? ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების დირექტორმა ლევან ნატროშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანასწრებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. ნატროშვილის თქმით, პროკურატურა აღნიშნული გამოძიებით ცდილობს გაამართლოს სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება. ამასთან ეგრეთ წოდებული საბოტაჟის მცდელობის საქმეზე პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქციების მონაწილეებადაც ფიქსირდებოდნენ და მათგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაც ისმოდა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ნატროშვილმა პროკურატურას ამ დრომდე რაიმე ღირებული მტკიცებულება არ მიაწოდა. 8-12 სექტემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უზბეკეთის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის დელეგაციას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში საქსტატის თანამშრომლები უზბეკ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებასა და სამუშაო პრაქტიკას გაუზიარებენ. ვიზიტი ორი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებს შორის სტატისტიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვანი ინიციატივაა. საქსტატის სხვადასხვა დარგობრივი დეპარტამენტის თანამშრომლები უზბეკური დელეგაციის წევრებს გაუზიარებენ საქართველოს გამოცდილებას. შეხვედრებზე განხილული იქნება თანამედროვე გამოკვლევის მეთოდები, მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და გავრცელების არსებული პრაქტიკა. ვიზიტი ხაზს უსვამს საქსტატის მზადყოფნას. წვლილი შეიტანოს რეგიონში სტატისტიკური პრაქტიკის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას მაცხოვრებლებისთვის ახალი შეტევის წინ ევაკუაციის ბრძანება გასცა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისრაელმა მანამდე განაცხადა, რომ თუ ჰამასი დარჩენილ მძევლებს არ გაათავისუფლებდა, ღაზას სექტორში სამხედრო შეტევებს ძლიერი ქარიშხალებით გააძლიერებდა. როიტერსი წერს, რომ ევაკუაციის ბრძანებამ ღაზას ქალაქის მაცხოვრებლებში პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია. მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ სამხრეთისკენ გაამგზავრონ. სხვებმა კი განაცხადეს, რომ დარჩებიან, რადგან უსაფრთხო ადგილი არსად არ არსებობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზას მაცხოვრებლები გააფრთხილა, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია, რადგან ისრაელის ძალები სახმელეთო მანევრისთვის ემზადებიან. უკრაინაში მშვიდობის მოლოდინს უახლოეს მომავალში აზრი არ აქვს. რუსეთზე გავლენის მოხდენა მხოლოდ ახალ სანქციებს შეუძლია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა. მისი მტკიცებით, უკრაინაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივები ჯერ კიდევ შორეულია და რუსეთზე ზეწოლის ერთადერთი ეფექტიანი ინსტრუმენტი ჯერჯერობით შეიძლება ახალი ფინანსური სანქციები იყოს. დღეს ერთადერთი რეალური ინსტრუმენტი სანქციებია, რომლებიც რუსეთს რესურსებზე წვდომის გზით არმიის დაფინანსების შესაძლებლობას ჩამოართმევს. აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ტაიანი შობამდე ომის მოგვარების საკითხში რაიმე კონკრეტულ პროგრესს არ პროგნოზირებს. მისი თქმით, იტალია თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე არ გაგზავნის.
უკრაინამ და ევროკომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო მეხუთე კლასტერის სკრინინგი დაიწყეს, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. მოლაპარაკებების მე-11 სექციის სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება სკრინინგის შეხვედრები ჰიბრიდულ ფორმატში უკვე დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. უკრაინის დელეგაციას მთავარი მომლაპარაკებელი ვიცე-პრემიერი ტარას კაჩკა ხელმძღვანელობს. სესიებში ასევე მონაწილეობენ უკრაინის ეკონომიკის, გარემოს დასვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ნეპალის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი გადადგა, განუცხადა გამოცემას შარმა ოლის თანაშემწემ. შარმა ოლი ნეპალის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2024 წლის 15 ივლისიდან იკავებდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.